მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს მე მინდა მოვამზადო აი ესეთი მშვენიერი ჩემი მონადირებული გარეული ფრინველები, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია უკვე საყინულში ინახებოდა და დროც მოვიდა ამის. დღეს ჩვენ მოვამზადებთ ორ მშვენიერს ტვენია იღს და ერთი ტყის კათამი არის, ესე შუაში გაჭრილი. ამისგან გავაკეთებთ ბულიონს. შვენიერი წვნიანი უნდა გამოვიდეს. დავასხავ წყალს და როგორც კი ატუღდება, ნელ-ნელად ეტაპობრივად დავიწყებთ მომზადებას. წყალი ადუღდა. ეხლა ჩვენ დავამატებთ აი ესეთ საშუალო ხავს თლიანად. დაჭრა არ უნდა, იმიტომ რომ მინიმუმ 40 წუთი მაინც უნდა იხარშოს ხორცი. ასევე 3 ცალი ესეთი ორი პატარა და ერთი დიდი აფნის ფოთოლი. და ასევე პილპილი, დუშისტი პერეცი. ეს სამდური არ გინდა. სადღაც ერთი 7-8 ცალი. შავი პილპილი. სადღაც ამდენი იყოფა. თლიანად არ უნდა. ეს ძალიან მაგარ არამატს მიცემს, დაფშნა და არაფერი არ ჭირდება. ცოტა დაუკლოთ. და დავებულოთ, ხორცი უნდა მოიხარშოს. მერე დავიწყებთ ეტაპობრივად ბოსტნეულის ჩალაგებასაც. შენ გენაცვალე რა არომატი დგას, თან რა კაი ცხიმი გამოვიდა. კიდე უნდა იხარშოს სადღაც 9 საათი. ჯამში 40 წუთი უნდა იხარშოს, სანამ ჩავყრით ბოსტნეულს. ბოსტნეულს 10 წუთი უნდა, მეტი არ უნდა. გარეული ფრინველია და შედარებით დიდი ხანი ჭირდება მოხარშოს. ხავს რაც შეეხება, მე არ მიყვარს, დაჭრა და ისე გაშვება, მე ძალიან ჟღვინტი ვიტყდება. ისედაც არ მიყვარს მოხარშული ხავი. რომ მოიხარშება, ბოლოს ამოვიტან და თავის წვენს და არომატს მისცემს ბულიონში. აი ეს არის ნატურალური ბულიონი. დრო მოვიდა კარტოფილი ჩავყაროთ. ორმოცი წუთიც გავიდა. და სტაბილო. მე ასე დავჭერი. ამის მერე დავამატებთ ნიორს 5 წუთის მერე.
მოკლედ დავამატეთ ბულგარული მწვანე, ესეთი მშვენიერი ნიორთან ერთად. ცოტა აჯიკა, მარილიანი აჯიკა იყო, მაგას მივამატეთ ასევე სვანური მარილი და ცოტა გემოვნების მიხედვით დავამატოთ მარილი. ვის როგორ უყვარს. აი მივედით ფინიშამდე. დაგვრჩა წვანილი. ოხრახუში და ცერესო. პეტრუშკა და უკროპი. წვანილი კარგად და ბლომად ჭირდება ბულიონს. დააგვირდით მშვენიერი გამოვიდა. ეხლა ადუღდება და გამოვართავთ. აი ესეთი მშვენიერი ბულიონი გამოდის სახლის პირობებში. ნატურალური და რაც თავარია ჯანსაღი. მოდი აბა გავსინჯოთ. ვახ, შენგენაცვალე. საოცრება. ბევრ ინგრედიენტებსაც არ მოითხოვს. მოკლედ დააგემოვნეთ აუცილებლად მოგეწონება. მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე. ნანადირებისგან განსაკუთრებით ტყის ქათმისგან და სტვენია იხვისგან გამოდის ძალიან გემრიელი. ასევე მწყერისგანაც და ქათმისებრთა ოჯახის ფრინველებისგანაც მშვენიერი გამოდის. კაკაბი და რა ვიცი. ხოხობისგანაც. აბა დროებით თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და მომავალ შეხვედრამდე. აბა ჰე